შენ რა ხარ ამის ღირსი? ასაც ქუთაისი, ასაც შეფერმე შეიძლება ჯამაიკა ჯამარები. ათქან შენ არა. ზედმეტი ხარ, ზედმეტი ხარ ის შეიძლება. არ შეიძლება ასეთი სიყვარული. არ შეიძლება ასე ხელაღები გიყვარდეს კაცი. კაცი რომელიც ხოლმე უფლის მსახურია, სხვა არაფერი როგორც აი მამბების ხელა. შეუძლებელი, რაც ასეთია. ხოლმე ესენი მოწესრიგება საუბრობ მეტყვი ესენი საუბრობ. ვიცი ჩვენ უფლის მსახურია. ჩვენ ეს მომსახურებისთვის დიდი მადლობა რომ ხელა სიყვარულის ამ სიყვარულის ღირსი და ღირსების ჩი. არ ვიცი. როგორ მაგრამ რა ხნა შეიძლება ამ თორავა მარჯამე შეიძლება ხო არიან ეს ცენტრი საუკუნეა ხნა ხახტება ეს ჩვენ ხახტება ჩვენ პატარა მეგობრები რომელთანაც ცოტა უყურეს საჭიროა დადი ხარ ქუთაისში და აგურებ ქუთაისურ სიყვარულს იქითა საქართველოს გადავუტა იქითა საქართველოს ეს აკალია ნახე ბავშვები როგორ დამაჯერებლად საუბრობენ. შენ სამშობლოზე როგორ დამაჯერებლად ვენა გაჯერებია რომ შენ გამქვეყნეს შვილი ხარ. ასეთი საქართველოს შვილი ხარ. აი რა უნდა ისმოდა საქართველოში. აი ეს თაობა საუბრობს. ეს უნდა ესაუბრებოდეს პაპების თაობას, მამების თაობას, ბებიების თაობას. ეს თაობა უნდა ესაუბროს. ამათ უკვე მისოფლებაა. ესენი უნდა მიედგნენ, ესენი უნდა თავიანთ თანასწორებს უნდა ეს გადაცემა დიდხანს ესაუბროს. სამშაბლო არ დაადუმოთ. სამშაბლო გულგარეთ არ გაიტანოთ. სამშაბლო გულში ხატად უნდა დაესვენოთ. სამშაბლო არ არის. გულგარეთ გასატანია, როგორც უფალი არ არის გულგარეთ გასატანია. ისე სამშაბლო უფალთან ერთად გულში უნდა დევსაროს. ჩემთვის დღეს მე ახლა გაქვეხნებ ცხოვრობა ამ დღეების განმავლობაში, რომ ჩამოვიდივარ ქუთაისში, ვიცი რომ გარკვეული დროის განმავლობაში ბედნიერების სოფლება მაქვს. რომ ბედნიერი ვიყო. მადლობა ამ ბედნიერებისთვის, თვითონ თქვენგანში. მადლობა, რომ თქვენ თაობას მომესწარე. მადლობა ამისთვის. არ ყოფილიყო მარტოობა თავად შევქმნი. აი რომ ყველა მეთე შენი სწავლობის. ედა რომ მიწავ ამოდივარ შენი ქერქიდან. ეს მე ვარ ჟანი შენი მარტოსულობის. ედა რომ მიწავ გავხონდათ ფერი მონათობებს. აღარც მზემინდა არც ეს მთვარეცაზე მცურავი ფლოდ მედაშენ. Lord ახლა ანარასოდეს როგორც სიცოცხლეს და სიკვდილსაც უთხრა თუ არის იგი ბედერო და თავწელია შიშე სიფეთრე რაკევ მოძრო რაკევ ბორდო რაკევ ხმაო როგორც შენი გზა ეს შენი გზაც მიდის იქისკენ უსასრულოდი სამსუდისკენ სამოგზაუროდ სიყვარული შენ შემოგავლე სიყვარულზე მომიდა თუ დამიფარებს თუ დამიფარებს მე რა რომ თვალი არ ასეთი მოკრთალი შენ შემოგავლე სიყვარულზე მომიდა ფიქრე თუნდაც როგორც მომს დღეს სრუნალი მომწონდა ქალის დღეს ყრუან ყველაფრისთვის წვერა დახშული და აღარ ვიცი რა სრიალას ფოტორი ექნეს დღეს ყრუან კელებად ნახცა წარსული შენ შემოდევლე სიყვარულზე მომიდა ფიქრე მაღალი ალპა ამდენი ამოღადრული ღელის არტერობა არაბლაბაზია შუბრზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც მარწვენე ყველის ციცამური ადელი
Elia Omatzile. Because Dajami Dagarino, Tau Tabazaru Tremnik, Azaletia, the Borealistiani, what would it touch the Iori, or the Navamartazeni, Taxe Pika Iori, David. ხუთმეტი წელს დავითის შეძდა ცხენზე საქართველოს გაერთიანება დაიწყო. 15 წელსა ერეკლემ მეფე შეძდა ცხენზე და საქართველოს დაუშალეთ. ერეკლემ მეფემ დაშალა. იმ 20,000 მომხედარმა დაშალა. ერეკლემ რო გააციდა სამარი საფლავის გარდა. აი მღარატმა დაშალა. საქართველოს. იმ მღარატმა. ეს ჩვენი მესენი ვერა მოუწეს. სისხლიდან არ გამოუტარა. რო ღალატი სამშობლოს ღალატი როგორ შეიძლება სამშობლოს შემოალა. როგორ შეიძლება შენი ქვეყანა შენ თავზე მეტად შენ არ გეყარდეს და შენი ქვეყანა გეგონა შენი საკარმი და მოიაზრო. შენ რომელიც შენ შემოღობინებებ და ამას ეკით შენ სამშობლო აღარა. აი ეს სამშობლო შენ საკარმი და ნაკეთებია გავიტანოთ სამშობლო. და გაიტანო და ну парадоса сам бухгалтер მოწინო ასხოვასა სამშობლოზე ვეცილოთ დავაი შრობენ ხანდახან მოვაზავ ავტო სამშობლოც ასავთო ცამდე ჭირდა სამშობლოს ჩვენი მოწა ჭირდება და ჩემი ახლა ეს ერთად წააგეთა რომ დაეღო ციო წასხეს ხნელი ფოთლები აფემია ბელიგებს მე მივდივარ მარტო და ცინცის რუჯი ზოლია ხარი მღერის ხარაფთა სევდიანი ლირიკა თვარი არ ჩანს ეწყება ზამთრის მელანქოლია შემოდგომის ღამეა წუხარებით ვირსები ჩამოთვლილ მწვერვალებს ლაღლიანი გავყურებ არაბის ხეობიდან ამოდიან ნისლები გარდამისლებისა სხვავი მომინაკულებს სხვას მისგავახსენდები ამ შეშლილმა ამილმა ყველაფერი შეცვალა ყველაფერი არია არაფერი არ მინდა არაფერი არ მინდა ოღონდ ახლა თერბილი შემახეთქა დარიელს მომზადებისათვის შევეცადეთ ერთი კარგი ნაბადი საკამოფონდოს ფერმის ეს თუ მათ შევეცადეთ არის მაშინ ის რაღა მოგესალმებით ჩვენაზე ძვირფასო მშობლებო, სტუმრებო, პედაგოგებო, ბავშვებო. მართლაც მეტად სასიამოვნო დღეები გვაქვს, 2-3 დღეა ბატონიტარიის სტუმრად იმყოფება ჩვენს ქალაქში და აი მართლაც აქტუალებული ვარ ჩემი სკოლების ესე რომ ვთქვათ ჯანსაღი კონკურენცია. ბატონ ირაკლის დღეს დებიუტი აქ როგორც მინდა რომ თქვენი ხელმძღვანელობა იყოს წარმატებული, შვიდობიანი, გამრავლებული ამ სასკოლო სივრცეში და მართლაც დღევანდელი დღის შეჯამებით მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგად გაგვახსენეს ჩვენი წარსული ისტორია, გამოგზაურეს პოეზიის საფეხურებზე, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, შემოგვინახა ქართულმა პედაგოგებმა, ისტორიამ. ჩვენი ბავშვები განსაკუთრებით ყოველთვის ვიცით თქმა, რომ იყო რაღაც პერიოდები, რომ რაღაც არ ისწავლება, ისი არ არის როგორც ჩვენ გვინდა და ყველა მიცით ეს ტკივილი როგორც არის, მაგრამ თუ კი ჩვენ ქართული კათედრა, ისტორიის კათედრა ესე გავაერთიანებთ და ამოვკრიბავთ ისტორიის ნაკვალებს, სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა. აი ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივცეთ ის მცირე ულუფები ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ და ვერ დაივიწყებენ თავიანთ წარსულს და უფრო ძლიერად შეხვდებიან თავიანთ მომავალს, რადგან მათ იციან როდის, როგორ და რანაირად ყავდა მტერი ჩასაფრებული. აი დღევანდელი დღე განსაკუთრებით საიმედოა, რადგან ასეთი თვალხატო გოგო-ბიჭები გვყავს, რომლებმაც განსაკუთრებით აი ბატონი ტარიელის ჩამოსვლა
ცოტა ესე უცებ გადაწყდა ჩვენს ქალაქში, რაღაც რამოდენიმე თვის პერიოდი გქონდა და ყოჩახ თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე ვიცი რომ თქვენ ემზადებოდი პოეზიის აღამოსთვის და აი ეს ნაწილიც ესე რომ ვთქვათ შემოგვიერთდა და ჩვენ შევუერთდით ამ ნაწილს. ხო ესეთნაირად და ბატონმა ირაკლიმ ძალიან ისე თამამად თქვა რომ დიახ ჩვენ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ იმ სტუმარ მასპინძლობას რომელიც ქართველისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის იქნება საკაცისი და მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს. მშობლებს განსაკუთრებით კიდევ მინდა მადლობა გადაუხადო, რადგან რომ არა თქვენ და თქვენი ჩართულობა ჩვენ სასკოლო სივრცეში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მარჯანიშვილებს მინდა მადლობა გადაუხადო, მადლობა მინდა ჩემს რესურსებს გადაუხადო და განსაკუთრებით მადლობა მინდა ჩემს არაჩვეულებრივ ადამიანს გადაუხადო, რომელმაც ცის დავიცი მამაშვილობის ფასი, საქართველოს სიყვარულის ფასი, ჩვენი რწმენის ფასი და ეს ყველაფერი გაერთიანებული, შეზავებული ჩამოაქვს ხოლმე იმ გუმბერაზი მთებიდან ჩვენსკენ. ჩვენს ასევე უერთდებით ჩვენი სიტყვოთი ქუთაისიდან და მე ვუნაწილებთ და ვატართ საძლად აი ამ სიტყვას და რომ დავნაბოლდები მოდივარ შესავსა. მადლობა თქვენ. ყველა ძალიან მადლობას მოგახსენებთ მოგბრძანებისათვის ჩემს საყვარელ კოლეგებს, ჩემ მერვე საჯარო სკოლას. განსაკუთრებით მადლობა ჩემს კამილას, რომელმაც გაგვილამაზა ასე დღევანდელი ღონისძიება. კლასის დამრიგებელს ელენე გვენეტაძეს, ის ნამდვილი ეტალონია კლასის დამრიგებლური. ასევე მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ჩვენი კათედრის ხელმძღვანელს საირა კენჭაძეს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ სცენაზე. დიდი მადლობა საირა ერთგულებისათვის და სანაგოჩვენებისთვის. დიდი მადლობა ძვირფასო სტუმრებო, რომ მობრძანდით და მოგვისმენთ. ეხლა მინდა მადლობა უთხრა ჩემს საყვარელ პოეტს, არია ხალხელაურს. თქვენ მთელ საქართველოს უყვარხართ და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ. მე გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, რომ ასე ლამაზად მოიტანოთ ქართული ენის ხიბლი და ლაზათი ყველა ქართველის გულად. ეხლა თქვენს მეუღლე თუნებას დამტავს, პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად მინდა ერთი გემრიელა და მაგრამ ჩაგეხუტოთ და ერთგვარი გემრიელა და მაგრამ არ უნდა მოვარა. Mēs mādlobām, kas მობრძანებისთვის, დაფასებისთვის. ძალიან განვიცდით პირველი ესეთი დიდი ღონისძიება იყო დაძაბულობები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბავშვებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და მაქსიმალურად წარმოაჩინეს ჩვენი სკოლა, მასწავლებლებს, მშობლებს. ყველას მითხოვებით გვედექით. აი სიტყვა რაც არის დღეს რაც აქ საზოგადოებას მინდა ვთქვა არის მადლობა. ისეთი გადაულები ახალგაზრდებს ყველასურველი რომ შეუძლოსაც ცოტა ჩამოდაუგავო როთაგან ასისტობენ და ჯერ შემოწმება ჩასმოდა. ეს ძინა ჩავჭამაზე. ბედნიერი მიაკავებენ დაიწყო. ბედნიერი როგორ არ მინდო დაბლექს სწავლა სკოლაში რომ დავდიო. როგორ არ მინდო ბედნიერი როგორ შეიძლება ისახურე და ქართული კაცი ისახურე თქმა. როგორ სწორი დიაგნოზი გაგვიწყდა. ეს ბავშვი დაpat მეცხრეს რომ დარჩენილი მეცხრეს საუკუნეში.